თუ მკითხავთ, როგორ შევაფასებდით წერეთლის შესაძლებლობებს, გიპასუხებდით, რომ ეს ბუნების ძალებია. არასდროს მინახავს ადამიანი, ვისაც ხელოვნებასთან მიმართებაში შეუძლია ჰქონდეს მუდმივი დაძაბულობის მსგავსი ტემპერამენტი, მშვენიერი გარდასახვა, ბარბაროსობის განადგურების ასეთი უნარი. მაესტრო წერეთელი. არსებობს ბევრი მიზეზი, რომლის გამოც თქვენ შეგიძლიათ იყოთ იუნესკოს კეთილი ნების ელჩი. მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველა სხვა მიზეზს აღემატება. აღემატება თქვენს ასაკს, თქვენს ტალანტს, წერეთელ სკულპტორს, წერეთელ მხატვარს და წერეთელ შემოქმედს. ეს არის ის ფაქტი, რომ თქვენ ავანგარდში დგახართ მსოფლიოს ტრიუმფისა და ტოლერანტობისთვის ბრძოლაში, ძალადობის წინააღმდეგ, ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ. ფედერიკო მაიორ სარაგოსა, იუნესკოს გენერალური მდივანი, 1987-1999 წლებში. Vous voyez ce qu'il disait. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ სიღრმისეულად გაიაზრა ის მიზეზები, რასაც ადამიანები განხეთქილებამდე და ომამდე მიჰყავდა. ეს ის პერიოდია, როცა ანტისემიტური იდეოლოგია და რასიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებს. მათ დასაპირისპირებლად და მშვიდობის დასაცავად სასწრაფო ზომების მიღება იყო საჭირო, რაზეც ევროპის ქვეყნების მთავრობები უკვე ერთხმად თანხმდებოდნენ. 1945 წლის 1-დან 16 ნოემბრამდე ლონდონში გაიმართა გაეროს კონფერენცია, რომლის მთავარი თემა განათლებისა და კულტურის ორგანიზაციის დაარსება იყო. კონფერენციაში მონაწილეობა 44 სახელმწიფომ მიიღო. სწორედ ამ დღეს გადაწყდა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომლის ძირითადი პრინციპი კაცობრიობის ინტელექტუალური და მორალური სოლიდარობა იქნებოდა. აღნიშნულმა პროექტმა უმოკლეს დროში შეისხა ფრთები და მსოფლიო მასშტაბით შეიძინა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია წარმოადგენს გაეროს სპეციალიზირებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად. მის ქარტიაში, ანუ წესდებაში პრეამბულად არის ჩაწერილი ერთი მთავარი იდეა, სიტყვა-სიტყვით. ზრახვები ომის შესახებ ჩნდება ადამიანის გონებაში. ამიტომ სწორედ ამ ადამიანებში უნდა დამკვიდრდეს მშვიდობის იდეა. ესე იგი, იდეა მშვიდობისა, ტოლერანტობისა, ხალხთა შორის ურთიერთობისა და დიალოგისა გახდა საფუძველი იუნესკოს შემდგომი საქმიანობისა და მას როგორც გაეროს სპეციალიზირებულ ორგანიზაციას მიენიჭა განსაკუთრებული ექსკლუზიური მე ვიტყოდი უფლება იმოქმედოს და იმუშაოს ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება და კულტურა. მშვიდობა, განათლება, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, კომუნიკაციები, იუნესკოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია. ორგანიზაცია იდეების გაზიარების ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელიც მოიცავს შემდეგ პროგრამებს: განათლება ყველას, მშვიდობის კულტურა, ადამიანი და ბიოსფერო, მსოფლიო მემკვიდრეობა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიოს მეხსიერება და ბევრი სხვა. ამჟამად ორგანიზაციას 193 წევრი სახელმწიფო ჰყავს
ასევე ჰყავს კეთილი ნების ელჩები. იუნესკო კეთილი ნების ელჩების თანავარსკვლავედია. მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი მონაპოვარი ამ ორგანიზაციის სამსახურში ჩააყენეს, მუდმივად ცდილობენ საზოგადოება კაცობრიობის განვითარების დიდ ფერხულში ჩართონ. უამრავი საინტერესო მისია გააფართოვონ და პლანეტა დედამიწას ყველაზე მთავარი მესიჯი გაუგზავნონ. დაამყარე მშვიდობა. ასეა ზურაბწერეთლის შემოქმედებაც, რომელიც არაჩვეულებრივად ერგება, ესადაგება და ეხმაურება ჩვენი პლანეტის მოვლენებს და ფეხდაფეხ მიჰყვება მის განვითარებასა და ახალ ისტორიებს წერს მათთან ერთად. (1958) წლის 3 ნოემბერს პარიზში გაიმართა იუნესკოს ამჟამინდელი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი. შტაბ-ბინაში განთავსებულია ცნობილი მხატვრების და დიზაინერების უამრავი უნიკალური ნამუშევარი, რომლებიც გარდა მხატვრული ღირებულებისა, სიმბოლურად განასახიერებენ მსოფლიოს, რომლის შენარჩუნების და გაძლიერებისთვისაც იბრძვის თავად იუნესკო. აქ შეგიძლიათ იხილოთ პიკასოს, მიროს, კორბუზიეს ნახატები, ტამაიოის ფრესკები, არპას ბარელიეფი, ალექსანდრე ლადლერისა და ჰენრი მურის სკულპტურები და ასევე ზურაბწერეთლის ნამუშევრები გამოფენის ფარგლებში. შტაბ-ბინაში ეწყობა წერეთლის მასტერკლასები 200-მდე ბავშვისთვის. საოცარი მხატვრული სამყაროს, ცხოვრების წესის და ჰუმანურობის, მუდმივად მშვიდობის მღაღადებელი ნამუშევრების წყალობით 1996 წელს მაესტრო წერეთელი იუნესკოს დიდი ოჯახის ღირსეული წევრი ხდება. მისი კეთილი ნების ელჩი. ამ სტატუსმა მეტად გაუხსნა გზები წერეთლის ისედაც მრავალმხრივ საზოგადოებრივ თუ შემოქმედებით მოღვაწეობას, რომელიც მანამდეც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანურ ფასეულობებს ემსახურებოდა. სხვადასხვა დროს იუნესკოს კეთილი ნების ელჩები იყვნენ მსოფლიოში გამოჩენილი და აღიარებული, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის დედა ტერეზა, ნელსონ მანდელა, მონსერატ კაბალიე, სტისლავ რასტრაპოვიჩი, პიერ კარდენი, იეგუდი მენუხინი, პიერ ბერჟე. ზურაბწერეთელიც იუნესკოს კეთილი ნების ელჩია. იუნესკოს პლენარულ სხდომებზე მის გვერდით სხედან კლაუდია კარდინალე, ჟან-მიშელ ჟარი, დენის მაცუევი, როსი დე პალმა, ჟაკლინ სილვა, მეჰრიბან ალიევა და სხვები. იუნესკო თითქმის 80 წლის განმავლობაში მოქმედებს მსოფლიო ასპარეზზე. მასთან ერთად ძალიან აქტიურად და მე ვიტყოდი დიდი ხალისით მუშაობს მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი პიროვნებები. საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი მხატვრები, მოქანდაკეები, მეცენატები, ეკოლოგიის დამცველები. და სწორედ აი ამ დიდ და მრავალფეროვან და ძალიან საინტერესო და მაღალ დონის მქონე ოჯახს შეემატა ჩვენი ზურაბწერეთელი 1996 წელს. Et je le comprendrais bien si je serais lui. Dans son cas, j'ai vu jusqu'à quel point c'est elle que quand vous êtes cette Tsereteli, c'est elle qui
ეს იყო მე მახსოვს დაუვიწყარი საღამო, მაისის თვე იყო 1996 წლის. Я, правда, очень волнуюсь, потому что это большая награда. Je suis très ému parce que c'est vraiment un signe très honorable pour moi. Мой друг Федерико майор, он так рассказал про меня. Наверное, вы все заинтересовались и хотите у меня побивать мастерской. Mon Я ami, вас всех приглашаю. mon ami Federico Mayor, იუნესკოს იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა ფედერიკო მაიორმა მისთვის ესპანელისთვის ჩვეულები ტემპერამენტით მიმართა ზურაბ წერეთელს. სიტყვით უნდა ვთქვა გავიმეორო მისი სიტყვები. ბატონი ზურაბი გახლავთ უზარმაზარი სასიცოცხლო ძალის ადამიანი, რომელიც შემოქმედებით ცეცხლში იწვის და ცდილობს სილამაზით დაამარცხოს სოფლიოში არსებული სისასტიკე და ბოროტება. ამის თქმის საფუძვლოს აძლევდა ბატონი ზურაბის არაჩვეულებრივი ძეგლები სოფლიო მონუმენტური ხელოვნების საგანძურად რომ იქცა. Да, я так красиво не умею говорить, как мой друг Федерико майор сейчас представил меня. Но что-то странное у меня в жизни происходит. Вот третий радость ЮНЕСКО мне дает. И так поднялся тонус, и лучи начал, безусловно, рисовать и создавать. И вот фотографии, я сам удивился сейчас, когда посмотрел, какие вещи. После выборов, как меня поручили, и я стал президентом ЮНЕСКО в России, что-то у меня произошло прекрасное в жизни. ბატონი ზურაბი არის გამორჩეული პიროვნება. მისი ოჯახში შესვლა ჩვეულებრივი არ ყოფილა. მისთვის შეულის საოცარი ორგანიზაციული ნიჭით ის მაშინვე გახდა ამ ორგანიზაციის ყველაზე უფრო ნაყოფიერი, მე ვიტყოდი, წევრი, მისი ელჩი, კეთილი ნების ელჩი. გასაოცარი სისწრაფით გააკეთა ის, რაც ბევრ ქვეყანამ ვერ შეძლო თავის დროზე. პირველი გახდა იუნესკოს მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. პირველი პრეზიდენტი თვითონ იყო. და მას შემდეგ იუნესკოსთან მიმართებაში პროექტები არ შეჩერებულა. გარდა მაგისა, აკადემიაში, რომელსაც ის წლების სამხატვრო აკადემია მხედველობაში, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს და რომლის პრეზიდენტიც არის, მან პირველმა შეძლო დაეარსებია სპეციალიზირებული მრავალპროფილიანი კათედრა, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და კულტურის და მეცნიერების დარგში. რასაკვირველია, ბატონი ზურაბი მარტო არ არის ამ საქმიანობაში. მის გვერდით არის ისეთი ადამიანები, როგორიც არის ლიკა და ვასილ წერეთლები. პროფესიულად გამართული გუნდი, ქალბატონი ტატიანა კოჩემასოვა და სანდრო მირიანაშვილი. თუმცა მანამდე საკმაოდ რთული გზებითი არა. ისე რომ სამშობლოს, ღმერთისა და ადამიანის სიყვარულისთვის არასოდეს შეუქცევია ზურგი. 1960 წელს ბუნებით პერფექციონისტი ზურაბ წერეთელი მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, მხატვარ არქიტექტორად. იქ მუშაობის წლები ძალიან დაეხმარა ხელოვანს, ფეხით მოევლო მშობლიური ქვეყნის ყველა კუთხე. უფრო ახლოს გაცნობოდა საქართველოს ეთნოგრაფიას. უფრო საფუძვლიანად შეესწავლა, როგორ ფორმირდებოდა ქართული ჩუქურთმა. ამ წლებს და ამ გამოცდილებას ხელოვანი ქართველ მეცნიერს და ეთნოგრაფს გიორგი ჩიტაიას უმადლის. ზურაბ წერეთელი თავის ეთნოგრაფიულ ჩანახატებში კულტურათა განზოგადების გზებს ეძიებს და ამავე დროს ცდილობს მათი ინდივიდუალობაც შეინარჩუნოს.
იგი გაცილებით ადრე დაუახლოვდა და გაეცნო ევროპულ კულტურას და იქაურ ღირებულებებს, სანამ იუნესკოს კეთილი ნების ელჩი გახდებოდა. მანამდე შეხვდა პიკასოს. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ წერეთელი უამრავ შეკვეთას და დავალებას იღებს სახელმწიფოსგან. აფორმებს სხვადასხვა ობიექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამაც თავისთავად ხელი შეუწყო მხატვარს, დაეხვეწა და მაღალ რეგისტრში აეყვანა თავისი ხელოვნება და ამავე დროს ახალ ხერხებსა და მიმდინარეობებში მოესინჯა საკუთარი ძალები. იმ დროის ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული პროექტები ბიჭვინთა და ადლერი იყო, სადაც მან შექმნა მოზაიკის მასშტაბური კომპოზიციები, რომლებიც საერთაშორისო ენაზე აჟღერებული მუსიკაა და მათი ხმაც პლანეტის ყველა კუთხეს წვდება. დიდი მაესტრო უკვე ხშირად არის მივლინებებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ. იაპონია, პორტუგალია, გერმანია, მერე ისევ საფრანგეთი და ისევ დიდ მხატვართან შეხვედრა. ამჯერად მარკ შაგალთან. ამ მოვლენების პარალელურად წერეთელი იღებს უამრავ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პრემიას და ჯილდოებს. მისი ბრწყინვალე კარიერის საფეხურები მაღლა და მაღლა იწევს. არაერთი ქვეყნის ხელოვან სურს თავისი საქმის დიდ ოსტატმა გამოცდილება გაუზიაროს. ბატონი ზურაბი ზნეკეთილი კაცია და მის გამოჩენას იუნესკოში სიამოვნებით და სიხარულით ელოდება მისი კოლეგები და არა მარტო. განსაკუთრებით კოლეგები, იმიტომ რომ იუნესკოს საპატიო ელჩების ყოველწლიურ შეკრებაზე ბატონი ზურაბი ჩამოდის დახუნძული, თუ შეიძლება ითქვეს, წლიური ანგარიშით, სადაც არაჩვეულებრივად კარგად არის აღწერილი მისი შრომის ნაღვაწი და მომავალი გეგმები. მე წილად მხვდა ბედნიერება ბატონ ზურაბთან ამ წლების განმავლობაში მემუშავა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული და სასიამოვნო მუშაობა იყო, მემუშავა როგორც მის მრჩეველს. და მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ მაუცებდა მისი შრომის უნარიანობა, მისი უნარი ერთბაშად დაეჭირა პრობლემა და გასაოცარი ერთხელ კიდევ ვიმეორებ, სისწრაფით განეხორციელებია ის მის თავის შემოქმედებაში. წელს წერეთელს იწვევენ ნიუ-იორკში, ბროკპორტის ხელოვნებისა და მეცნიერების სახელმწიფო კოლეჯში, ფერწერის პედაგოგად. იქ მისი გამოფენა გაიმართა. მუშაობს გაეროშიც, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი. მხატვარი ბროკპორტში პომპეზურად ხსნის მონუმენტს ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს, რომელიც იქ ჩატარებულ პარაოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. და მიღებული ჰონორარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარების ფონდში გადაიცხა. ხოლო ბროკპორტის სტუდენტური ქალაქი კომპოზიციით მეცნიერება და განათლება მსოფლიოს, იგივე პრომეთე დაასაჩუქრა. კომპლექსი სასწავლებლის ბიბლიოთეკის შენობის წინ დამონტაჟდა. ადამიანი, რომელმაც ეს საჩუქარი ერთი ხალხისგან მეორე ხალხს გადასცა, ზურაბ წერეთელია. ნიჭიერმა და დიდებულმა მხატვარმა ბროკპორტში მოღვაწეობისას ყველასგან, ვინც კი მას შეხვედრია, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. აღნიშნავს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ალფრედ ბრაუნი. წერეთელი მსოფლიო პოლიტიკის გრანდების ყურადღების ცენტრში მალევე ექცევა.
არ დაუშვა, რომ შენთან შეხვედრის შემდეგ ერთი ადამიანიც კი დარჩეს უბედური. წერს დიდი ალტრუისტი, იუნესკოს კიდევ ერთი წევრი, მსოფლიოს კეთილი ნების ელჩის სტატუსით, დედა ტერეზა. სურაბწერეთელი მის პორტრეტსაც ქმნის. საკმაოდ აქტიურია სკულპტორის შემოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, დიდი რყევების პერიოდში, როცა მსოფლიო ახალ რეალობაშია და ამ რეალობაში თავის სიტყვას წერეთელიც ამბობს. არც ერთი მისი ნაბიჯი არ სცდება პრინციპებს, რომელიც ადამიანთა მშვიდობასა და თანხმობას ემსახურება. დიდი მაესტროს შემოქმედება ხომ კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლაა. 1990 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის წინ წმინდა გიორგის მონუმენტი აღიმართა, სახელწოდებით ბოროტსას ძლია კეთილმან. ეს მართლაც და ახალი და სრულიად განსხვავებული სამყაროა. როგორც იქნა ამერიკულ საბჭოური ურთიერთობები გამოვიდა კონფრონტაციის ტყვეობიდან, ამიტომ საკმაოდ დროული და სანაკებოა გაეროს 45 წლისთავის აღნიშვნა სკულპტორით ბოროტსას ძლია კეთილმა, რომელიც საბჭოთა და ამერიკული ჩამოწერილი რაკეტების ფრაგმენტებით არის შესრულებული. ვულოცავ ზურაბწერეთელს ამ გამორჩეულ წარმატებას. ჯორჯ ბუში, ამერიკის 51 პრეზიდენტი. ერთ წელიწადში მხატვარი მოსკოვის იუნესკოს საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია. წერეთელი იწყებს მოცულობით პროექტებზე ფიქრს. იგი ტყუილად არ აკეთებს აქცენტს ისტორიულ მოვლენებსა და პერსონაჟებზე. ხელოვნების მეშვეობით ისტორიული მეხსიერების, გამოჩენილ პიროვნებათა სახეების, მნიშვნელოვანი მოვლენების წარმოჩენა მისი მთავარი მიმართულებაა. მაესტროს მონუმენტურმა ნამუშევრებმა უკვდავყო მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები და თან ეს ყველაფერი 21 საუკუნის ენით გადმოსცა. Я долго не буду говорить. Je vais être très très bref. Я хочу задать вам вопрос. Je voudrais vous poser une seule question. Вам правда нравится это мои произведения? Est-ce que vous admirez vraiment ces monuments? Тогда Владимир, спасибо. Я закончил свой выступление. Merci, j'ai fini déjà mon discours. ჩვენი სამყარო, ჩვენი თავარი თემა არის, რომ გაიღვიძო, რამაზა დაინახო ბუნება, გიყვარდეს შენი მიწა, კეთილი თვალებით უყურებდე მეორე ადამიანს და თავარი თემაა, რომ გაგარტყამენ აქეთ ლოყაში მეორე მისცე. აი ეს არის ჩემი კონცეფცია. არა, ინცირვე. არა. იუნესკო ბუნებრივია მადლიერია თავისი ელჩის საქმიანობით. ის ეხმარება მას არა მარტო ფინანსურად, არამედ თავის ადამიანური ხიბლით, ადამიანების მოზიდვით ამ პროექტის განხორციელებაში. ამის დასტური არის იუნესკოს შტაბ-ბინაში მის ოვალურ დარბაზთან კიდია სპეციალური აბრა, რომელზედაც დიდი მადლობა არის ოფიციალურად გამოცხადებული ბატონ ზურაბის ფინანსური მხარდაჭერისათვის. რო არაფერი არ ვთქვათ, ესპანელი ფედერიკო მაიორის, იაპონელი კოიშირო მაცურას, ბულგარელი ირინა ბოკოვასი და ფრანგი ოდრი აზულეს სამადლობელო წერილებზე, რომელსაც ბატონი ზურაბი უხვად იღებს დღემდე, სადაც ნამდვილად გულწრფელად გამოხატული არის მის მიერ ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა. ყველა დასახელებული პიროვნება არის ამავე დროს ბატონი ზურაბის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრები და დოქტორები და ბუნებრივია ეს კიდევ უფრო აორკეცებს მათ ურთიერთობას და ამშვენებს მათ საქმიანობას. ახალმა ადამიანმა ახალი მატერიკი აღმოაჩინა. ეს იდუმალებით მოცული ზღვაოსანი ქრისტეფორე კოლუმბი იყო.
ძეგლი, რომელიც ზურაბ წერეთელმა პერიპეტიებით მდიდარი ბედის ზღვაოსანის კოლუმბის ოდისეას მიუძღვნა, ახალი ადამიანის დაბადება, აღმართულია სევილიაში, საიდანაც კოლუმბის ხომალდები დაიძრნენ ახალი სამყაროს აღმოსაჩენად. იგი წარმოადგენს 45 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ღია სფეროს, მის შიგნით კი კოლუმბის ფიგურაა აღმართული, გრაგნილით ხელში. და ისევ პარიზი, იუნესკოს შტაბ-ბინა, სადაც მონუმენტის ახალი ადამიანის დაბადება მოდელი დამონტაჟდა. იმავე იუნესკოს მიერ იგი ხდება პიკასოს პრემიის ლაურეატი. ზურაბზე შეიძლება ბევრი რამის თქმა, მაგრამ ერთხელ კიდევ ვიმეორებ, მისი არაჩვეულებრივი ნიჭი, მისი გასაოცარი, განსაცვიფრებელი შრომის უნარიანობა, მისი მაღალი ოსტატობა იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ის არის უნიკალური ერთში, თანაც არის უხუცესი 1996 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არაჩვეულებრივად კარგად, არაჩვეულებრივად დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს ამ დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა ვუსურვო ბატონ ზურაბს დღეგრძელობა, დიდი შემოქმედებითი შემართება მისთვის შეეული და რასაკვირველია სამომავლო გეგმებში დიდი წარმატება. Ce tableau. Это мой первый вклад в ЮНЕСКО. C'est ma première contribution à l'UNESCO. Ces œuvres. Им маленький Колумбий, рождение нового человека. Et en modèle réduit. Так что видите, как активно я начал Donc vous voyez, je vais работать. très active, de façon très active. Я еще раз хочу поблагодарить всем и особенно Donc, моему enfin, je другу voudrais bien vous Федерико remercier, Майору. surtout mon cher ami, M. Federico Mayor. წერეთლის სახელი მსოფლიოს ყველა კუთხეს წვდება. მისი ცნობილ სახეთა მონუმენტების გალერეა კი მთელ პლანეტას მოიცავს. წერეთლის სამომავლო გეგმები ისეთივე მზარდია, როგორც ცისკენ და მზისკენ მიმავალი მისი ძეგლები.